მოგესალმებით, დღეს განვიხილოთ ესეთი საინტერესო რამ. ანუ ეს დლე ძრავი, საკმაოდ პოპულარულია დღესდღეობით საქართველოს ხოთაშორის, ყველაზე მარტივი ძრავია, რაც კი შეიძლება ითქვას ძრავებთან შედარებით, იმიტომ რომ თვითონ ზოგადად ამდენად მარტივადაა წყობილი, რომ არავითარ ზედმეტსოდნას არ მოითხოვს, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველად როცა გვაქვს შეხება, ნებისმიერი რაღაცა სირთულეა. ამ შემთხვევაში მე მინდა განვიხილო, იყო რამოდენიმე ადამიანისთვის ეს რო გთხოვა რომ განვიხილოთ ესეთი თემა, როგორ შეიძლება მაგალითად ვებგვერდიდან მოვახდინოთ გადმოწერა. თუნდაც მოდი მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი სიახლე ავიღოთ, ну როგორ შეიძლება აქ გადმოწერის დამატება, ქვია იკონის, ასევე დამატებითი პოსტები, მე გარდა გადმოწერისა ამ დროს შემიძლია სხვა ნებისმიერი ჩემთვის სასურველი რამ მივაბა მას. რა თქმა უნდა, დეფაულტად მას როდესაც ვაყენებთ, არაფერი არ მოყვება და სიცარიელია, მე ვიწყებ ამის გაკეთებას. ეს არის ზრავის მეათევე საბოლოო ვერსია, დამატებული აქვს რაღაცეები გაზიარების მხრივ, სიახლეები არის. რაც შეეხება მის მორგებას, მე ახლა ამის გადაქართულება განვიხილე, ეხლა რუსულად არის, მაგრამ მე მგონი ეს პრობლემას არ წარმოადგენს. განვიხილე მისი გადაქართულება, როგორ შეიძლება მოხდეს, აქვს ესეთი რამ, რომელსაც ეწოდება საიტის დიზაინი და აქ ნებისმიერი ცვლილება, მაგალითად, mine ეს არის მთავარი გვერდი. აი, ყველა წარმოადგენს გვერდი, მაგალითად, add comments ეს არის კომენტარის დამატება, ნიუსების დამატება, კომენტარები, მესიჯები, სრული ისტორია და ასე შემდეგ. ყველა თითოეული ფაილი არის აქ რაღაც განყოფილება, ეს განყოფილებები მე განვიხილე და სხვადასხვა ამ განყოფილების ცალკე შექმნას განვიხილე, ასე რომ მე მგონი ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად მგლავნია, მთავარი, ხო? აქედან მე აქ როდესაც მას ჩაუწერ მთავარს. აუცილებლად ცვლილება აისახება გვერდის გადარესტარტების შემდეგ. ხო, ეხლა ჩვენ რა შევცვალეთ, ის უნდა ვნახოთ. შეიცვალა, რატომღაც მეგონა რომ თითქოს არ შეიცვალა. ხო, ეს შეიცვლება და ასე შემდეგ. შეგვიძლია აქ რეკომენდუებ და შესაბამისად მივანიჭოთ მას ლინკიც, აქ სახელი, აქ ლინკი. ხო, ეს ძალიან მარტივია. ცვლილება შეიძლება ნებისმიერ რამეზე, მაგალითად, სურათების ცვლილება შესაძლებელია. თუ ჩვენ გვინდა რომ ნებისმიერი სურათი შევცვალოთ, უნდა შევიდეთ თვითონ დიზაინში, აქ არის image განყოფილება და ყველაფერი ხატია რა. იგივე სარეკლამო ფაილები შეგვიძლია იგივე გაფართოების და იგივე ტიპის. აქ ამას აქვს JPG, გაფართოება არის 230-250-250-ზე, ამ ტიპის ნებისმიერ ფაილი შეგვიძლია ჩვენ ჩავსვათ და რა თქმა უნდა ეს შეიცვლება. ასევე შესაძლებელია favicon-ი, ეს favicon-ი ეს არის ეს განყოფილება, აქ რა სურათიც ჩანს. შეგვიძლია ჩვენთვის შესაბამისი სურათი ჩავსვათ, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს იკო ფაილი. ზომას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ იკო ფაილები დიდები ამდენად არ იქნება. იკო ფაილი უნდა იყოს და ამას წავშლით მარტივად delete იმას ჩავსვავ და რამოდენიმე წამში აქაც ცვლილება მოხდება. მე მგონი ეს გასაგებია. კარგი, რაც შეეხება უშუალოდ დამატებით ველებს, ეხლა მე ქართულად არ მაქვს, მაგრამ აზრი იგივეა და ამ შემთხვევაში აზრი არ იქნება ეს ქართულია თუ ფრანგული, ამიტომ მოდი უბრალოდ მუზებნოთ სასურველი კატეგორია. მაგალითად მე თავიდან გავაკეთებ, მივცემ მთლიან გახსნას, იმიტომ რომ აქ რო არ ვიმარჩიელო რა არის, მთლიანი გახსნა მივცეთ და დაპალნიწელი, დამატებითი ველები. აქ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ეს იკონი, ან შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, რომ პირველივე სამშია ეს ენის ცვლილების დროს ეს არის ცვლილება. დამატებითი ველები სიახლისთვის. მაგალითად დამატებ. აქ გვაქვს ესეთი რამ, ლათინური სიმბოლოები. აქ აუცილებელია ლათინური სიმბოლო. მე მაგალითად მინდა რომ ფოტოს ლინკი დავამატო. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვინდა ლათინური სიმბოლოები. ფოტო დავაწერ, ლათინურად ფოტო, ეს არის სურათი. ჩემთვის გასაგები რომ იყოს, ასევე აქ მინდა დავაწერო, რომ რა არის ეს არის სურათის ლინკი, ხო? ახლა ეს შემიძლია დავტოვოთ ცარიელი, ან არ დავტოვოთ ცარიელი. ეს შემიძლია იყოს აუცილებლად უნდა შეავსოს მომხმარებელმა ეს ველი, ან არ შეავსოს.
აქ მიწერია რომ აუცილებლად შეიძლება იყოს ეს ველი დატოვებული. მე არ მინდა, იმიტომ რომ არ მინდა რომელიღაც მომხმარებელმა ისე ამიტვირთოს სიახლე რომ მას არ ქონდეს სურათი, ამიტომ მე მომიწევს მისი დადება. შესაბამისად მე ამას აუცილებლად მიუთითებ და სურათი არ თუ სხვა ატვირთავს, მე რა თქმა უნდა ისედაც ვიცი ხო და თუ სხვა ატვირთავს არ იქნება სურათის გარეშე, უბრალოდ არ გამოქვეყნდება. კარგი, გარდა სურათისა მე ასევე მჭირდება ლინკი. ანუ გადმოწერის ლინკი. გადმოწერის ლინკი, ამას შემიძლია მე დავაწერო. დაუნლოდ შეგვიძლია უბრალოდ. ან მოდი გადმოწერა, ქართულად წეროთ მაინც. შეგვიძლია გადმოწერა. ეს უკვე შეიძლება იყოს თავისუფალი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ისეთი დავადო, სტატია დავწერო, რომელსაც გადმოწერა არ ქონდეს, ეს რეალურია. და დავტოვებ ამიტომ სახრანიც უბრალოდ ესეც შევა ძალაში. მე ძალიან რო არ გამიგრძელეს ეს, მოდი სულ 3 კატეგორია შექმნი. კატეგორიების შექმნა შეიძლება ნებისმიერი რაოდენობით აქ კიდე შევქმნი ერთ კატეგორიას, ეს იქნება მაგალითად წყარო. ანუ ინფორმაციის წყარო. კატეგორია ამასაც დავტოვებ, თუ მე მინდა მაშინ შევიყვან. როგორც ვთქვი, ამის გაკეთება შეიძლება ნებისმიერ რაოდენობით, მაგრამ პრინციპი იგივეა და განვიხილავ რამოდენიმე მათგანს და მე მგონი გავართმევ თავს, იმიტომ რომ აქ შეიძლება მაგალითად მე ფილმის გაკეთება დამჭირდეს და იქ დამჭირდეს რომ ჟანრი მიუთითო, წელი მიუთითო და ეს ყველაფერი მე რო ხელით არ ვწერო, შემიძლია უბრალოდ დამატებითი ველების საშუალებით შექმნა და ეს ყველაფერი დავაკორექტირო და ერთად რაღაცა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ამას ეხა მე ყველაფერს ვერ გავაკეთებ, მე გაჩვენებ თქვენ პრინციპს და მე შეგიძლია შესაბამისად როგორც გაგიხარდება ისე მოარგო. ვაკეთებ სამგაყოფილებას, რომელიც აუცილებელია, ასე ვთქვათ, პირველი სურათი, ამ შემთხვევაში ეს სურათი, რომელიც აქ დევს მთავარზე, მაგრამ ეს სურათი არასწორად დევს, შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში გადმოწერის ლინკი, რომელიც აქ იქნება, თქვენ ამას გადმოწერას დაამატებთ თუ სხვა რამეს ეგ უკვე თქვენზეა და ასევე ინფორმაციის წყაროც ესეც, იმიტომ გაჩვენებთ თუ რატომ ვაკეთებ მის ვეშტას. მოდი ახლა ჩვენ პირველ რიგში დავამატოთ სურათი. დაგვჭირდება რა თქმა უნდა რედაქტირება. ხო, რედაქტირების განყოფილება არ აქვს. ხო, პირველ რიგში რაც ამ დიზაინს ვერ ვიპოვე, ეს არის სურათ ახსერაში არ აქვს რედაქტირება, ანუ რედაქტირებას ვერ ვუკეთებ. ამიტომ საერთოდ როდესაც ვიწერთ თუმეტეს სხვის გაკეთებულ დიზაინს, მინდა რომ ჩემ ჭკუაზე მოვარკო, ხო? შესული ვარ ადმინ პანელში, ადმინისტრატორის უფლებით, მაგრამ საერთოდ ვერ ვუკეთებ იმას. სიახლეს ვერ ვუკეთებ რედაქტირებას. ამისათვის ახლა თუ დამატებით ველები უკვე შევქმენი, მათ დაყენებას და მონტაჟს, რა თქმა უნდა, განვიხილავ. შევდივარ დიზაინში, სადაც არის full story, ანუ სრული აღწერა, ეს არის აქ. title ეს არის დასახელება, ხო, ჩვენ უკვე ვიცით ეს არის title. ამას მე მინდა დავაწეროთ რედაქტირება. ეს ადმინისტრატორის გარდა სხვას არ გამოუჩნდება. უпростоრად მე მინდა რომ არ გამოუჩნდეს და ისე გავაკეთებ. დავიწყოთ რედაქტირება დავაწეროთ, ეხა საჭიროა მისი კოდში ჩასმა. ეს მარტივი ძალიან მარტივი კოდი აქვს ამ scripts, ну როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნე, ეს რავი საკმაოდ მარტივია. აწვების ახრანიც და გადავტვირთოთ. ეს გავუჩნდა რედაქტირება და ნუ შესაბამისი კატეგორიები. ეხლა შევამოწმოთ, აბა. გამოსულ მომხმარებელს აქვს თუ არა? რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არ აქვს. როდესაც მე ვიქნები საიტზე ადმინისტრატორი, ხოლოდ მაშინ მექნება საშუალება დავარედაქტირო სიახლე, რედაქტირებას გაჩნდა. გაქვს სრული აღწერა, პონი რედაქტირებანი და დავიწყოთ. მაგალითად მე რას ვიძახდი, ანუ აქ არის სურათი ჩასმული, შემდეგნაირად აი როგორც ხედავთ, აქ მოკლე აღწერაშია სურათი და არ მინდა ესე რომ იყოს, ამიტომ ამ სურათს მე აქედან ამოვჭრი, ამასაც ამოვჭრი. და ჩავსვამ სურათის ლინკში, რომელიც მე ქვევით მაქვს. და მივცემ OK.
აქ გვაქვს ესეთი განყოფილებები, ხო ნახოთ. Не обязательно, ეს პირიქით გამიკეთებია. ხო, ну რაღაცები დაგვავიწყდა. კარგი. ისევ შევიდეთ. პარამეტრებში და პირიქით უნდა შევუცვალო მას პარამეტრები, ყურე. ფოტო უნდა მოუხსნათ. მოკლედ შესაძლებელი ხდება და მისგან დასხულები არა ვართ. კაი, პირიქით მოვნიშნოთ. ბევრი აღარ უნდა ამას და ეს. ეხლა უკვე შეგვიძლია დავუშვათ. აქ უყურე обязательно, ანუ პირიქით უნდა იყოს обязательно, ეს ნიშნავს აუცილებელია. обязательно შესაბამისად არ არის აუცილებელი. ამიტომ მე ჩემთვის სურათის ლინკი აუცილებელია და სხვა დანარჩენი არ არის აუცილებელი. აი აქედან ვიღებ სურათის ლინკს. ეს მე ჩემთვის ზედმეტია და ვშლი და აქ ჩავსვათ. ანუ აი აქ მინდა მე რომ შემდეგ თუ სურათის შესვლა დამჭირდება და სხვა სიახლეში მე ახალ სურათს დავამატებ, მინდა რომ აი აქ დავამატო სურათის ლინკი და ის ავტომატურად გამოჩნდეს ზედა მხარეზე და არა ასე ვთქვათ მოკლე აღწერაში ჩავსვა სურათები. ნუ დანარჩენი ახლა აქ თითქმის იგივეა, ვაწვევი სახრენით. ეს ცვლილება ჩემთან უნდა აისახოს. ნუ წესით ახლა სურათი უნდა გამიქრეს, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი ჯერჯერობით მორგებული არ მაქვს. კი ბატონო, სურათი გაქრა. ასე კარგი, დავიწყოთ ჩასმა. ჩვენ აი გვაქვს ხო? დამატებითი ველები შექმნილია. ეხლა ეს დამატებითი ველები უნდა მივამაგროთ სრულ აღწერას, ანუ full stories. შევიდეთ ამ განყოფილებაში, ვნახოთ რა ხდება. ეს არის ჩვენი full story. სადაც გავაკეთეთ რედაქტირება, ეს სადაც მივაბი, ისევ ეს უნდა მივაბა და სხვა დანარჩენიც. პირველ რიგში მინდა მე აი ეს არის ჩვენთვის ტექსტი. აი ეს ტექსტი რასაც წერია, არის ამ კოდის ქვეშ გაერთიანებული. სურათი რა თქმა უნდა მინდა მოთავსდეს ამის ზევით. ამიტომ მე ვსვამ სურათს. ჩვეულებრივ სურათს, როგორც სურათის სკრიპტი არის, ჩვენ ძალიან მარტივია და ეს 1000 ჯერ მაინც მექნება განხილული. ამ სურათს მინდა რომ კონდეს სიგანე 400 იყოს მაგალითად, მე მგონი ნორმალური იქნება. ან 300-იან რაღაც რაოდენობა. ეს გამოჩნდება მერე, როდესაც მას მოვაბამ. კარგი, მე მინდა სურათი დაждდეს, მაგრამ მე არ მინდა ახლა კონკრეტულად ერთი სურათი დაждდეს. აქ რო რაღაც ლინკი ჩავწერო, შემიძლია რა თქმა უნდა ნებისმიერ აი ამ ფოლდერის სურათის ლინკი შემიძლია ჩავსვა, მაგრამ ეს სურათი აისახება მხოლოდ ერთჯერადად, ანუ ყველა სიახლეს, რაც დაემატება, შიგნით აღწერაში ექნება ერთი და იგივე სურათი, ეს აბსოლუტური სისულელია, ხო, რა თქმა უნდა არ მინდა. ეს რო არ მინდა, ამისათვის მე მინდა რომ დაემატდეს ის სურათი, რომლის ლინკსაც მიუთითებ აი აქ რასაც ჩავწერ ნებისმიერი სიახლეს, მე როდესაც დავამატებ საიტზე ახალ სიახლეს, მაგალითად დაბავიცი ნოუსთ ხო? ამასაც გააჩნია სურათის ლინკი. აი აქ რას ლინკსაც ჩავსვამ, ის მე მინდა რომ გამომიჩნდეს თავარ სიახლეს. ამისათვის აი ამ სურათის ლინკს გააჩნია შესაბამისი კოდირება და ეს გამოისახება შემდეგნაირად. ანუ ისე როგორც ერთით დავწერეთ დაახლოებით იგივე პრინციპია, ოღონდ მას აქვს შესაბამისი კოდი, რომელიც ასე ვთქვათ, ამის საშუალებით ხდება მისი გამოძახება. დაბალი ტირე, ანუ ეს არის კოდირება, დაბალი ტირე და აქ უკვე უთითებ თუ რა მინდა რომ გამოჩნდეს დამატებით ველებიდან. მინდა რომ გამოჩნდეს ფოტო. მოწები, ოკეი. ეხლა უკვე ვნახოთ, აბა ჩვენს პოსტს აქვს თუ არა სურათი. გადავტვირთოთ. ნუ სურათი როგორც ხედავთ გამოჩნდა. ამ სურათის ახლა მე შემიძლია სურათი არ მაგალითად არ მომწონს, ეს სურათი არის ძალიან მაღალი, ხო? შემიძლია დავაპატარაო. როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ჩემზეა მორგებული. თუ მინდა რომ ადგილი კონდეს სურათს და სულ სიახლეს, ანუ ესე რო არ იყოს, შეგვიძლია ერთი უჯრით ქვევით ჩამოწევდეს, ბორო არის ერთი უჯრით ქვევით ჩამოწევა.
თუ ორ ბრუს ჩავსვათ, ორი უჯი ჩამოქვევი და ასე შემდეგ. ქვევი დაждდა, აქ რაღაც ავარდნილი არ არის, თუ მინდა, რა თქმა უნდა, შემიძლია ავწიო. ეს ნორმალურია, მე მგონი, ან შეგიძლია 300, 400, ეს უკვე ჩვენზე არჩევანი გემოვნებაზე. ასე უკვე კუთხეში დავტოვოთ, ცენტრში გავასწოროთ, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია მარტივად როგორც ჩვეულებრივ სკრიპტთან მუშაობ. მე მგონი გასაგებია. ესე ახლა იქნება ახალი პოსტის დამატების შემთხვევაშიც, მაგალითად მე ჩვენ სრულად რომ მოვჩერდით ყველაფერს, მე დავამატებ ახალ პოსტს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოჩნდება გავაკეთე თუ არა. კარგი. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ეს იყოს გადმოწერა. მაგალითად თუ სურათი არის ეს და full story არის ეს, გადმოწერა იქნება full story-ის ქვევით. ანუ აი ამ ის რა ქვია, წარწერის თუ დამთავრდება სიახლე, აქ წარწერა იქნება, ვიდეო იქნება, თუ რა იქნება არსებითად ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ისინი გაერთიანებულია ერთ კოდის ქვეშ, ერთი კოდირების ქვეშ და მას ქვია full story. ნუ მის ქვეშ რა თქმა უნდა მინდა რომ მე გაგეთეს გადმოწერის ლინკი, ხო, მაგალითად. კარგი, იმ შემთხვევაში თუ არის უჯრა, აქ შემიძლია არის ერთი სურათი, ხო? და მისი კოდირება იყოს შემდეგი. აი აქ ესეთი კოდირება იყო ეს. ეს არის კონკრეტულად იმ ლინკის კოპირება, რაც აქ წერია. მაგრამ მე მინდა უჯრა დაახლოებით ესეთი ტიპის უჯრა რო გაკეთდეს, ნუ იქ გადმოწერა ეწეროს, სურათი კონდეს და ასე შემდეგ. ამისათვის არსებობს მეორე სახელი, მეორე კოდირება, რომელიც ძალიან გავს, იგივეა თითქმის. ხშირად შეიძლება შეგეშალოთ კიდეც. ნუ ალბათ რა განსხვავება ამას უდაე, ხო, მეტი არაფერი. კარგი, ამას მივიწევ დაბალი ტირა და უთხრათ რომ გადმოწერასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო. ეხლა შეგვიძლია ეს ჩვეულებრივი ატრიბუტია, ამიტომ გახსნა და დახურვა გააჩნია ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ატრიბუტებს, მაგალითად სთან უჯრის ან სურათის ატრიბუტს როგორც გააჩნია ამას გახსნა და დახურვა, იგივე გააჩნია ამასაც აქედან იხსნება, აქედან იხურება. კარგი. მე მინდა რომ აქ გაკეთდეს გადმოწერის სურათი. ამისათვის აუცილებელია რომ გავასწოროთ ცენტრში, იმიტომ რომ გადმოწერა არ მინდა მე მოხდეს სადღაც კუთხეში, ხო? მოდით ცენტრში გასწორება დაუწეროთ. გასწორდეთ ცენტრში, კი ბატონო. ასევე მას სჭირდება ლინკი. ძალიან მარტივი დასაწერია. 100 ატრიბუტი ხრევ გამოვიყენოთ. ლინკს ჯერ არ დავწერ. ლინკი მინდა რომ გაიხსნას ახალ უჯრაში. ანუ როდესაც მე ლინკს შევავსებ, უნდა მოხდეს მისი გადასვლა, ბრაუზერმა უნდა გახსნას, აი ეს აქ ხო არის ისინი გახსნილები, უნდა გახსნას ახალზე. და ამ ყველაფერს სჭირდება ფინალი, ეს არის სურათი, რომელსაც ეწერება, რომ ეს ნამდვილად გადმოსაწერია და არა რაღაც სხვა. კი ბატონო, ეს მორჩა. ეხლა ჩვენ ეს რაც გავხსენით, ყველაფერი უნდა დავხუროთ, პირველ რიგში ლინკი უნდა დავხუროთ, შემდეგ თვითონ უჯრა უნდა დავხუროთ. და ნუ ეს ისიც ავტომატურად დახურული. გამოვიდა ესეთი მარტივი სკრიპტი. ანუ ბატა აქ იგივეა თითქმის ასე რომ გაგრძელება საზრი არ აქვს. გასწორებულია ცენტრში, მისი ლინკი ჯერჯერობით არ ვიცი, გადავა ახალზე, კი ბატონო და ჭირდება სურათი. სურათი მინდა რომ გადმოწერა დაეწეროს. ან შეგიძლიათ თქვენ სურათი არ დაიმასქნა და უბრალოდ სურათის მაგივრად დააწერო გადმოწერა, მაგრამ სურათი უფრო ლამაზი გამოჩნდება, მე ასე მგონია და რა. კარგი, ეხლა მოდი ვიპოვოთ რაღაცა. download სურათი. რომელიც გავამატკიე. ნუ ახლა აქ ძალიან პრანჭას არ დავიწყებ, ასე რომ პირველივეს. სასურველია რომ იყოს PNG. თეთრ დიზაინთან მაგალითად მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნუ არ ჯობია რომ PNG იყოს. გაცილებით მოსახერხებელი იქნება. კი ყოფილი. გადმოვიწეროთ. აი აქ არის. ეს ამას მე ჩავაგდებ იქ, სადაც ჩემი დიზაინია. ანუ სურათებში და მისი სახელი არის download, ხო? ეს დავაკოპიროთ.
გავხსნათ და ნახოთ ახლა. აი აქ არის. მივდიდოთ მისამართი. მე აქ მივწერე PNG, მაგრამ ნამდვილად ხო არის ესეც აუცილებლად უნდა შევამოწმოთ. PNG-ა და გაფართოებით არის 200-200 და ნახოთ, მე მგონი ძალიან დიდი გამოვა, თუ დიდი გამოვა, მაგის დაპატარავებაც არ არის პრობლემა, გაესახრანით. ნახოთ ახლა ჩვენ აქ რა გავაკეთეთ. მაგრამ ეს ველი არ გამომიჩნდება, სანამ რაღაცას არ დაუწერ შით, ჩვენ ასე შევთანხმდით, თუ რამე არ ექნება მას დაწერილი, ის არ უნდა გამომიჩნდეს, ხო? ამისათვის მოდი გავაკეთოთ რედაქტირება. ესე მიწერია თავიდანვე, აქედანვე მითითებული მაქვს, თუ რაღაცა აუცილებელი არ არის. თუ რამე არ იქნება, შემიძლია არ გამომიჩნდეს. 1 2 3 მაგალითად გადმოწერეს ლინკი 1 2 3, რომ ნუ რაღაც წარწერა უნდა იყოს შით და მე გამოჩნდება. ხო, სურათს ვერ ხედავს, კარგი. შევამოწმოთ საქმის ვითარება. მოდი ასეთი რაღაცა დავუწეროთ. რომ მიხვდეს თავისი თემიდან უნდა სურათი. წესით ყველაფერი სწორია, მოდი აბა. ესია, ხო, image არის, image ეს. ახლა იქნება სწორი. კარგი, სანამ რამეს გავაკეთებთ 1000 ჯერ უნდა დავაკვირდეთ რა. რომ ხო, დაჭდა. ეს დავონეს ესეთი სურათი დავაჭერი, გაიხსნა ახალი, როგორც ჩანს და ნუ ახლა აქ წერია არაფერი, იმიტომ რომ მისამართი არ გააჩნია, შესაბამისად ახალ მისამართზე არ გადადის, იმიტომ რომ 1 2 3 ასეთი მისამართი არ არსებობს. კარგი, მე მინდა ამას ამ დაუნლოდს მივანიჭო რაღაც ლინკი, ხო? მაგალითად მივანიჭოთ ჩემი საიტის ლინკი, რატომაც არა. რედაქტირება და დავაწეროთ ლინკი, ოღონდ https აქ აუცილებელია. სახრანით. ეხლა ნახოთ, რესტარტი აუცილებელია, რომ ცვლილება ძალაში შევიდეს. ვაჭერ და გადადის იხსნება ახალი ბლოკი. ლინკი საერთოდ არ მიმითითებია გას. ჩემი საიტი. აი აქ ეს ცარიელია. ეს რო ცარიელია, ჩვენ ვიყენებთ ამ განყოფილებას იგივეს, რაც სურათზე გამოვიყენეთ. ეხლა სურათზე მე გამოვიყენე ფოტო, ხო? შემიძლია ეს დავაკოპირო და აქ მივცე გადმოწერა. დრო გადმოწერისგან ვიღებ ინფორმაციას. ეხლა დავარესტარტოთ. ანუ ამას ხო გადმოწერა ქვია, სადაც მე ლინკი ჩავსვი. შესაბამისად, კავშირი უნდა გქონდეს გადმოწერას. ნუ სწორია ყველაფერი, როგორც ხედავთ, დაუნლოდს ვაჭერ და იხსნება ახალი ჯრო, რომელიც გადადის ფულჯიზე. თუ სხვა მისამართი ჩავწერთ, გადავა სხვა მისამართზე და ასე შემდეგ. კარგი. შემდეგ იქნება ინფორმაციის წყარო. ინფორმაციის წყარო მოდი ბარემ მივუთითოთ, თუ რას წარმოადგენს ეს ინფორმაციის წყარო, ამასაც გაჩვენებ და რატო მივუთითე, იმასაც გაჩვენებ. კარგი, გამოგვადგება ის იგივე თემები, რაც იქ. ამას უნდა დახურვა, ამას უნდა წყარო დაეწეროს. წყარო. შიგნით ჩაიწეროს ტექსტი. შესაძლებელია ეს ტექსტი იყოს მაგალითად მუქი, რატომაც არა. ასე ინფორმაციის წყარო, ხო? და ნუ აქ დაგჭირდება განყოფილება, რომელიც ამ წყაროსთან იქნება კავშირში.
და იგივე სისტემა, ისევ ეს განყოფილება. ოღონდ აქ იქნება წყარო. ანუ ეს რომელიც უეზემთავდება ეს არის უშუალოდ ის ლინკის კოპირება, რომელიც ენზემთავდება ეს არის თლიანი უჯრა, რომელიც აქ იხსნება და აქ იკეტება. და ეს იმენაერთი ის არის რა, ერთი წარწერა არის და ამიტომ ინფორმაციის წყარო ნებისმიერ სიახლესთვის აიღე ის, რაც ეწერება ამ უჯრაში. დაახლოებით ამას ვეუბნები მე მას. ეხლა აქ არაფერს არ აიღებს, იმიტომ რომ არაფერი არ წერია. კარგი, ეხლა ნახოთ და დავაწეროთ რაღაც. გადავტვირთე ისევ ინფორმაციის წყარო ვარ მე. კარგი, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის წყარო არ იქნება? ანუ გასაგებია რომ ყოველთვის ინფორმაციის წყარო იქნები მე, მაგრამ დავუშვათ შეიძლება იყოს სხვა საიტი და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ დღესაც შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ არ დაწეროს ინფორმაციის წყარო. ამ შემთხვევაში ან შეიძლება ვიყო ინფორმაციის წყარო მე, ანუ ჩემი დაწერილი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ სიახლესთვის მეზარება ჩემი სახელის დაწერა. შეიძლება ასეთი რაღაც მოხდეს, ხო? ამისათვის ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ სკრიპტს ავტომატურად დაუსვას ის ჩემთვის სასურველი ინფორმაცია, მაშინ როდესაც ეს ველი არ იქნება შევსებული. ანუ საქმე რაში არის იგივე კოდირება, რაც ეს. ოღონდ აქ მე მივუთითებ not. ანუ არა. ვაკეთებ ისევ კოპირებას. შემიძლია ინფორმაციის წყარო ესეც დავაკოპირო და აქ დავუწერო ჩემთვის სასურველი სახელი. ეხლა რა გავაკეთე? თუ ინფორმაციის წყაროს ვინმე არ დააწერს, მაგალითად ეხლა დავიწყოთ, ხო? ინფორმაციის წყარო არის ირაკლი, ხო? კარგი. ინფორმაციის წყარო მიწერია მაგალითად პეტრე. ხო? არ აქვს მნიშვნელობა, პეტრე იქნება თუ ვიღაცა. დავარედაქტირე, შევიყვანე. კი ბატონო, პეტრესია ეს ინფორმაცია ძალიან სასიამოვნო. მაგრამ ეხლა ეს ინფორმაცია ჩემია. აღარ არის პეტრესი ჩემია. ჩემს მიერ დადებულია ეს ინფორმაცია და არ მინდა უბრალოდ დამავიწყდა ჩემი სახელის მითითება, იმიტომ რომ რადგან არ იყო სხვისი, არ გავამხმაურებდა და უბრალოდ მივეცი სახელს, ხო? აქ მე არ დამიწერია არაფერი. პეტრეს მაგივრად ავტომატურად უნდა დაიწეროს და რა თქმა უნდა დაიწერება ირაკლი, იმიტომ რომ მე სკრიპტს უთხარი ეგეთი რაღაცა. თუ მე არ შევავსებ ინფორმაციის წყაროს, შენ ავტომატურად დამიწერე ეს სახელი. შემიძლია აქ სხვა სახელი ჩავსვა, რა თქმა უნდა ეს ჩემნებაზეა. მოკლედ გავაკეთეთ ინფორმაციის წყარო, გავაკეთეთ გადმოწერის ლინკი, რომელიც მიმაგრებული აქვს მას და თუ მე გადმოწერას არ შევავსებ, ის წაიშლება, მაგალითად მე შემიძლია ან წაიშლება, ან შეგიძლიათ იგივე პრინციპით გააკეთოთ. ამიტომ ვიძახი რომ მე გიხსნით პრინციპს და თქვენ შეგიძლიათ 1000-ნაირად გამოიყენოთ ეს ყველაფერი. შეგიძლია ინფორმაციის წყაროს გასავსად გააკეთო გადმოწერა, მაგალითად თუ გადმოწერის ლინკი არ ექნება, არ არის გადმოწერა, ეგეთი სურათი გამოჩნდეს, ან გადმოწერა რაღაცა, короче, რა ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლია მის მაგივრად დადოთ და აი ეს ამას თუ მოუხსნი, ის იკონიც ავტომატურად გაქრება. ეს ერთგვარი სასიამოვნოც არის, რომ ზედმეტი არაფერი არ არის ვებგვერდზე, ეს ინფორმაციას გაქრა. ინფორმაციის წყარო ამ შემთხვევაში დარჩება ისევ, იმიტომ რომ ეს მე ისე მივუთითე, რომ ყველა ვარიანტში იქნება დარჩენილი. თუ ხელს გვიშლის, მაგალითად როგორც ხედავთ მიეწება, შეგვიძლია ბურუ გამოვიყენოთ იგივე რაც აქ. ეს მაგალითად full story-ს მერეც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა და ამის მერეც შეიძლება გამოიყენოს ადამიანი ლინკის შემდეგაც. ცოტა ქვევიჭამო. თუ ეს გიშლით, თუ ეს გიშლით, ხა შეგიძლია უბრალოდ მოხსნათ და всё. კარგი, ახლა მოდი ახალი სიახლე დავამატოთ ტექსტი ახლა მე. მოდი ეს ამას დავაკოპირებ, იმიტომ რომ ახალი ტექსტიებას ვერ დავუწყებ. დავიწყოთ პოსტის დამატება. ჩვეულებრივ დაბავით ნოუსთ. ანუ რა გავაკეთეთ, ხო? დასახელება. სიახლე.
კატეგორია რაღაცა ინფორმაციაში შევიდეთ კი ბატონო. აჰა, ტექსტი. ტეგები არ მინდა სურათის ლინკი. სურათის ლინკად მაგალითად გამოვიყენოთ რაღაც, ხო? ეს ინფორმაცია მინდა დავდო. ასე გადმოწერის ლინკად მაგალითად მინდა გამოვიყენო YouTube მაგალითად. YouTube-ზე გადავიდეს. მაშინ ხო ფულჯი იყო, ანუ მე სხვა რაღაცა მინდა გავაკეთო და არა იგივე. ინფორმაციის წყაროში მოდი არ დავწერო და ირაკლი დაეწერება, შემიძლია დავწერო და რასაც დავწერის დაეწერება და ასე შემდეგ. დამატებულია და შეამოწმეთო. პოსტი არის. ეხა არ არის წინა პოსტი, ეს სხვადასხვა ძალიან კარგია, რომ გავაკეთე. მოდი ჯერ წინა პოსტს დავაჯენ და მე გავაკეთებ შიგნით, მე შევამოწმებ შიგნით. ანუ არ არის მოკლე აღწერისთან სურათი, ხო? აქ ის შემიძლია უკვე დაწერილი მაგ და მარტივად ეს დავაკოპირო და მოკლე აღწერა არის short story. აქ და მე სადაც არის ლინკის კატეგორია view rating-ი short story. ეს არის short story, ხო? აქ არის ასევე სურათის ლინკიც. აი აქ არის image. ანუ აქ სურათი აყენია უშუალოდ სურათისთვის გამოყოფილია უკვე განყოფილება, მაგრამ სხვა რაღაცა არის ჩასმული, ხო? სადავიდა ეს. აი ესეთი რაღაცაა ჩასმული. ანუ ძველად დიზაინზე რაც ეყენა, მე ეს არ მჭირდება, მე აქედან მჭირდება, მაშინ შემიძლია უბრალოდ აი ეს მიუთითო ლინკი, იმიტომ რომ სკრიპტი ფაქტიურად დაწერილი ყოფილა და მე მარტო ლინკს ჩავსვამ, შეუცვლი უფრო სწორად და ეს ყველაფერი მოგვარდება. ძალიან ლამაზად და გოხდოდ გამოვიდა, იმიტომ რომ სკრიპტი გაცილებით უკეთესია დაწერილი, ვიდრე მე დავწერე ერთი შეხედვით, ხო? ნუ აქ თავისი სიმგვალეებით კუთხეში და ასე შემდეგ, ნუ გაცილებით მოსახერხებელია. კაი, სიახლე აწერია, შევედი შიგნით, ნუ პოსტია, გადმოწერა აქვს. წავაჭერ გადმოწერას და ნუ YouTube იხსნება, აქ ინფორმაციის წყარო, ირაკლი აწერია და ასე შემდეგ. ნუ ქვევით რაც არის და ზევით რაც არის, ახლა მე აქ ყველაფერი არ განმიხილია და რა თქმა უნდა აქ რაღაცები მოსაკლებია, ეს ამოსაღებია, მისამატებელია და ასე შემდეგ. ასე შემდეგ. ნუ ჩვენ განხილვის საგანი დღეს იყო სრულად აღწერაში ყოფილიყო დამატებითი ველები და ეს მისია მე მგონი შესრულებულია. ძალიან გოხდა და ლამაზად, ასე ვთქვათ, დაჭდა. აქ შევჩერდეთ, ნუ საერთოდ ძრავი ესეთი რაღაცა ნებისმიერ დეტალზე შეიძლება გამახვილება ყურადღების, მაგრამ რა თქმა უნდა მასთან მუშაობა საჭირო და კოდები, გარკვეული კოდების ცოდნა. ეს კოდები კი მოსთან პრაქტიკული მუშაობის დროს ხდება. თანდათან ვიგებთ რა, ყველაფერი ერთ წუთში და ერთ დღეში შეუძლებელია, ხო? პრაქტიკა ყველაფერს ასე ვთქვათ, თანდათან ნათელს ფენს. კარგი, სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებას.